მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ტარხუნის ღვეძელი ჩემი ინტერპრეტაციით. თქვენ კი დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ. პირველ რიგში მოვამზადოთ ნახევრადფენოვანი ცომი. ამისათვის კარაქით ჩავხეხოთ ფქვილში, დავუმატოთ მარილი, მაწონი, სოდა და 1 ცალი კვერცხი. ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ ერთად, ანუ ძალიან დამუშავება არ გინდათ ცომის. შემდეგ ცომი გავათხელოთ და გადავკეცოთ ისე, როგორც ფენოვან ცომს ვკეცავთ. შევინახოთ მეცივარში 9 საათით, სანამ მოვამზადებთ გულსარცს. გულსარცად მე ვიყენებ ბევრ მწვანილს, ტარხუნის სეზონია და ტარხუნის გარეშე ტარხუნის ღვეძელი ასაკურველია, წარმოუდგენელია. ტარხუნა უნდა იყოს 2 წილი. ვუყეთებ ასევე ქინძს და მწვანე ხავს, მოხარშულ კვერცხს და ყველს თქვენი სურვილისამებრ. ყველის და კვერცხის რაოდენობა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. მთავარია ტარხუნის ღვეძელში უფრო მეტი იყოს ტარხუნა. დავუმატეთ მარილი, თუ ყველი უმარილოა, მე საერთოდ უმარილოს იმერული გამოვიყენე. ცომი გავყოთ 2 ნაწილად. პირველი ფენა გავათხელოთ და დავაფაროთ საცხობჟარუნაზე. ტრადიციულად ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას დავწერ ვიდეოს აღწერაში. ჩვენ გათხელებულ ფენას კი ზემოდან მოვყარეთ გულსართი, გადააწილეთ კარგად და დააფარეთ მეორე ნაწილი ცომის, ამოვუკეცეთ გვერდები, ზემოდან გადავუსვით კვერცხის გული, ჩაჭყუტეთ რამდენიმე ადგილას და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში და ეს სასწაული არომატი ტრიალებს სახში მიიღებთ ზომიერად ფხვიერ ტარხუნის ღვეძელს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.